ამ შემთხვევაში სტატინებზე მაქვს საუბარი. სტატინები ერთ-ერთი ყველაზე დემონიზებული და ისეთი ცუდი რენომეს მქონე მედიკამენტებია დღეს ჩვენს ქვეყანაში და პრინციპში არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოებაში გავრცელებულია საკმაოდ ფართოდ სხვადასხვა შიშები სტატინებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების შესახებ. მე მინახავს არაერთი ადამიანი, რომელიც სტატინების მიღებაზე უარს აცხადებს იმ შიშით, რომ ის ღვიძლს დაუშლის, დაუზიანებს და რაღაცა შეუქცევად ზიანს მიაყენებს. მინდა რომ ამაზე გესაუბროთ ახლა მოკლედ. სხვა კლინიკური კვლევების მიხედვით დაახლოებით 3%-მდე პაციენტებში შეიძლება გვხვდებოდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯების პერმანენტული დარღვევა. ერთჯერადი დარღვევები ბევრად უფრო მეტ შემთხვევებში გვხვდება, თუმცა ერთჯერად და ეპიზოდურ დარღვევებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ისინი თქვენს ჯანმრთელობაზე არანაირ მავნეზე გავლენას არ ახდენენ. სტატინებით გამოწვეული ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევები როგორც წესი მკურნალობის დასაწყისში ხდება და არის დოზა დამოკიდებული, ანუ რაც უფრო მეტია დოზა, მით უფრო მეტად იზრდება ღვიძლის სხვადასხვა დარღვევების ალბათობა. გამომდინარე იქიდან, რომ ერთჯერად დარღვევებს არანაირი მავნე გავლენის მოხდენა არ შეუძლია თქვენ ჯანმრთელობაზე და უმეტეს შემთხვევაში თავისითაც გასწორდებიან, ექიმი არავითარ შემთხვევაში არ ეცდება ერთჯერადად ნანახი დარღვევების გამო თქვენთვის რაღაცა თქვენს მკურნალობაში რაიმე დიდი ცვლილებების შეტანას და აუცილებლად მოითხოვს თქვენი დარღვეული ანალიზების გადამოწვევას დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ. ეს ლოგიკურია და გირჩევთ, რომ ამაში ექიმს არ შეეწინააღმდეგოთ და თვითნებურად არ მიიღოთ გაწყვეტილება ერთხელ ნანახი დარღვევის გამო, რომ მკურნალობა შეაჩეროთ და აღარ დაუბრუნდეთ მას არასდროს. თუ დარღვევა შენარჩუნდა განმეორებით კვლევაზეც, არც ეს არ არის დიდი შიშისა და პანიკის საფუძველი და არც ეს არ მოასწავლებს ღვიძლის შეუქცევად დაზიანებას. გახსოვდეთ, რომ ღვიძლი ძალიან მებრძოლი ორგანოა და ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი პანიკაში არ ჩავარდება, ნამდვილად ყოველ შემთხვევაში არ უნდა ჩავარდეს და აუცილებლად უნდა იღონოს რამე, მაგალითად შეცვალოს სტატინის ჯგუფი, ან გადავიდეს სხვანაირ დოზირებაზე, რაღაცა დღეგამოშვებით დოზირებაზე მაგალითად, ან შეამციროს დოზა. გახსოვდეთ, რომ კვლევების მიხედვით აღწერილია ისეთი შემთხვევები, რომ სტატინის შეჩერების და მერე ხელახლა აღდგენის შემთხვევაში იგივენაირი დარღვევები აღარც დაფიქსირებულა. ასე რომ დარღვევა ჯერ ერთი იშვიათია, საყურადღებო დარღვევები ძალიან იშვიათია, რო შენარჩუნდეს ეს დარღვევები ძალიან იშვიათია და რომც მოხდეს ასე მაინც არ არის ტრაგედია, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა ღონისძიებები, რომლითაც ექიმი ამ დარღვევებთან შებრძოლებას შეეცდება. ანუ მედიკამენტის ასე შეწყვეტა უკიდურესი გამოსავალია. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება ხოლმე საჭირო ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევების გამო. კიდევ უფრო შორს წავალთ და გეტყვით, რომ არათუ ღვიძლს შლის სტატინები და ღვიძლს გიზიანებთ, არამედ ძალიან საინტერესო და არაერთი მონაცემის მიხედვით სტატინები შესაძლოა ასოცირებული იყოს ღვიძლის ფიბროზის, ანუ ღვიძლის დაზიანების პროგრესირებასთან და ასევე შესაძლოა უკვე დაზიანებული ღვიძლის შემთხვევაშიც რაღაცეების არათუ გაუარესებას, არამედ გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი, მაგალითად პორტული ჰიპერტენზიის ნიშნების და საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერების. ეს მონაცემები გროვდება გზადაგზა უფრო მეტი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი გვეცოდინება ხოლდაზე გამოქმედების შესახებ, თუმცა უკვე გასათვალისწინებელია იმის დასტურად, რომ ასე მარტივად სტატინი ღვიძლის დაზიანების შიშით არ უნდა შეწყდეს არავითარ შემთხვევაში. და ბოლოს შეჯამებისთვის ვთქვათ, რომ სტატინებს, როდესაც წყვიტავს პაციენტი, მან უხშირესად, მე რასაც ვაკვირდები, მიზეზი არის არა ის, რომ თვითონ მედიკამენტის ეშინია, არამედ ის, რომ მექიმმა საკმარისად არ სცადა პაციენტის დარწმუნება და საკმარისად არ აუხსნა მკურნალობის ბენეფიტები და შესაძლო რისკები. როდესაც პაციენტი ექიმს ენდობა და ექიმთან კარგად გადის ყველა დეტალს, რატო უნდა ჩაიტაროს მკურნალობა, მე მესმის მანდ აბსოლუტურად პაციენტების, იმიტომ რომ როცა მკურნალობა ხანგრძლივია და რაღაცა თვეები და წლები უნდა გაგრძელდეს, აუცილებლად ჭირდება მეტი არგუმენტი პაციენტს, მით უმეტეს თუ სიმპტომები არ აქვს გამოხატული, რომ რატო უნდა დალიოს რაღაცა მედიკამენტი და რატო უნდა მიიღოს რა. მანდ კონსულტირება კარგად არის საჭირო პაციენტის, იმიტომ რომ ზუსტად და მშვიდად და აუღელებლად აუხსნას ექიმმა, რომ წამლის მოსალოდნელი ბენეფიტები ეს არის, მოსალოდნელი რისკები ძალიან მცირეა და ესა და ეს არის და ისეთი პაციენტი, რომელსაც კარგი ექიმი ყავს და რომელსაც ჯერა თავისი ექიმის, მეტად არის მიდრეკილი, რომ მკურნალობა სრულფასოვნად ჩაიტაროს, ვიდრე ისეთი პაციენტი, რომელიც არ ენდობა ექიმებს და იცვლის ექიმებს და ვერ ახერხებს მოკლედ ვერც ერთი ექიმი მის ნდობის მოპოვებას. ასე რომ სანამ სტატინებს შეცვლიდეთ, კიდევ ერთ შევას მოგცემთ, რომ ჯობია სხვა ექიმსაც დაეკითხოთ. აბა იქნებ სხვა ექიმთან გაიაროთ უფრო დეტალურად ეს თქვენი შიშები და საფრთხეები, რომ რატომაც გინდათ მედიკამენტის შეწყვეტა. და სხვა ექიმმაც სადოს იქნებ თქვენი დარწმუნება და ახსნა, რატომ გჭირდებათ მკურნალობა და რა არის რისკები და როგორ გააკონტროლებს ამ რისკებს. ჯანმრთელობას გისურვებთ.